ჩვენ სულ ვამბობთ ხოლმე, რომ ენა არის ჩვენი იდენტობის როგორც გამსაზღვრელი, ასევე შენარჩუნების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. იმისათვის, რომ ერმა იფუნქციონიროს როგორც ერთმა სხეულმა, მას ამაში ეს ენაც ეხმარება, იმიტომ რომ ენაში დევს ძალიან დიდი ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რომელიც გროვდება საუკუნეების მანძილზე. აი თუ დაფიქრებულ ხართ თქვენ, რომ რატომ არის ჩვენი მისალმების ფორმა დილა მშვიდობისა. გამარჯობა, ნახეთ, გამარჯვება დევს ერთში და მშვიდობა დევს მეორეში. ამაში ხო რაღაცა ეს ჩვენი საუკუნოვანი გამოცდილება სულ გადარჩენისათვის ბრძოლა, ეს ხო ამაში დევს ეს ინფორმაცია, ხო? ან წუთისოფელი რო ავიღოთ, ეს ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვა გვაქვს, წუთისოფელი, წუთის სოფელი. ნახეთ, რამხელა ქრისტიანული აზრი დევს ამაში, რომ ესე იგი ადამიანი აქ ცხოვრობს ერთი წუთი და იგი ემზადება იმ მარადიული სიცოცხლისათვის, რომელიც მოდის გარდაცვალების შემდეგ, ხო? როდესაც ის უნდა გადავიდეს მეორე სამყაროში და ამისთვის ემზადება ის, ხო, მთელი სიცოცხლე. ან ავიღოთ სიტყვა თავისუფლება. მე ასე აღვიქვამ, ეს არც არ წამიკითხავს, ჩემი აზრია, მაგრამ ჩემთვის ეს არის თავის უფალი. ანუ ქართველი ადამიანისათვის თავისუფლება არის არა ის, რომ რაც გინდა ის გააკეთო. არამედ ქართველი ადამიანი რაღაცნაირად ზნეობრივ კოდექს უწესებს თავის თავს, როგორც ღმერთი უწესებს ამ კოდექს ქრისტიანებს, ხო?